რამე მოიფიქრეთ, რომ ვერ დავიწყებთ ამას. ანუ ძალიან მარტივად რო დავიწყოთ უბრალოდ კომუნიკაციით. რადგანაც განსხვავებული ფორმატია, აუცილებელი არ არის, რომ არის. ანუ შენი არხია და შენ დაიწყე. მე გამარჯობას ვიტყვი. შენ დაიწყე და მე ხელს დავუქნო პარალელურ რეჟიმში ხო? კაი. დავაი. როცა გაგიხარდები. ჩართულია? 4 წუთია უკვე. იმ წინააღმდეგ რაღაცებს აგროვებ ახლა შენ. აღარ ვიწყებთ? კი, მოგესალმებით მეგობრებო, მულტი 21-ის YouTube არხზე, მე ვარ ნინოცა, ვინც მიცნობთ, სალამი თუ არა და ახლა გამიცნობთ. დღეს გადაწყვეტეთ ცოტა განსხვავებულ ფორმატში შევხვდეთ და მე და გიორგი. გიორგი მე ვარ. სახელსალამო. იც ხალხმა იცის რომ გიორგი მქვია. მოკლედ ცოტა განსხვავებულ ფორმატს შემოგთავაზებთ და ცოტა მხიარულ თამაშს შეგვიძლია თამაში დავარქვათ. თამაშით ხო რაღაც დონეზე სიამოვნება უნდა მიიღო და მაგას გავიგებთ ვიდეოს ბოლოს რამდენად დასიამოვნები ვიქნებით. მე ჭვიმეპარება ამ თამაშით სიამოვნება მივიღო, თუმცა კარგი, ვნახოთ, მეშინია ცოტა. ვიდეოს დაწყებამდე ხალხს რო უთხრა რომ არანაირად დაძალება არ ყოფილა მის კეთების დროს და არაფერი დაუძალებია ჩემთვის. სცენარი წინასწარ ვიცი და ყველაფერზე ვარ თანახმა. მოიცა სცენარი გაქვს? შეგვიძლია დავიწყოთ. ჯერ ვაუხსნათ ხალხს რა ტიპის ვიდეოს ვაკეთებთ. შენი არხია და შეგიძლია ახლა ჩემი არხით ვარ. სადავეები ხაიო. რანაირად უნდა აუხსნა რას ვაკეთებთ? ქართულად როგორ არის ეგ? ეს გინდა თუ ეს გინდა? როგორც ნინუცამ მაგიხსნათ, დღეს ჩვენ ვითამაშებთ ეს გინდა თუ ეს გინდა. კი. იმიტომ რომ ხან ეს გვინდა და ხან ეს გვინდა. მოკლედ ორი სრულიად განსხვავებული ან ერთმანეთთან მიახლოებული ვარიანტი გვექნება და ოპონენტმა უნდა აირჩიოს ან ერთი ან მეორე. ეხლა ეს ვიდეო გავს ძალიან კრინჯი TikTok-ები რო არის და შემახთან ძალიან შორს არის ეგეთი რაღაცეები. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ერთხელ გაგვიგებთ. და რავი თუ მოგეწონათ და უკეთესი ვიდეოს იდეები გექნებათ, შეგიძლიათ რა კომენტარში დაწეროთ რამე, უბრალოდ რამე დაწერეთ, რომ გიჟები არ გვეგონოს ჩვენი თავი. ხო, ცოტა კარგად დრო ვიგრძნოთ თავი და არა გიჟებად მართლა. კაი, მაშინ ძალიან მარტივით დავიწყებ. რომელი გირჩევნია? ფერნანდო ალონსოს იღბალი გქონდეს, თუ ცხოვრებას გეგმავდე როგორც ფერარის სტრატეგი? მარტივით უნდა დაგვეწყო იდეაში. და სხვა შორის დაახლოებით მეც მსგავსი მაქვს პირველ კითხვად. ფერნანდოს ბედი მირჩევნია ცხოვრებაში. აგერშვილი ყავს უკვე ადამიანს და კარიერაში თუ ბოლომდე არ გამიმართლა და ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტე 40 წლის ასაკში, აგერშვილს მივხედავ სახლში მისული. მადლობა რომ შენ დათესავებზე იზრუნე, რომლებიც შენს დაოჯახებაზე და გამრავლებაზე ზრუნავ. ანუ ნახე შენი ყველა კითხვა, მაშინ მე შემიძლია ჩემებურად შევატრიალო ისე როგორც მე მაწყობს. ესეც როგორ შეიძლება? ანუ არა, შენ ხო მითხარი რომ ვიღაც შეგიძლია დაიხმარო მე, ანუ ძალიან სწორ ხაზოვნად გავიგე რომ აი ფერარის სტრატეგივით დაგეგმო. ვინმეს დახმარება კი არა, ანუ აი ძალიან სწორ ხაზოვნად. ფერარის სტრატეგები რო ელევა ხო სხვა გუნდიდან გადმოყავს. ხო, მაგრამ ანუ რომელია უკეთესი უფრო? რომელია? აი, ფერნანდო ალონსოს იღბალი? ხანა გვინდოდა და არ მოგვეცით ეგეც. ნახევარი გუნდი წაიყვანეთ. რა ვქნა, ფერნანდოს იღბალს ავირჩევ. თუ შეიძლება. იმიტომ რომ საკმარისად ვიტანჯები ფერარის ყურებით ეკრანიდან და პირად ცხოვრებაშიც არ მინდა გთხოვ. ნება თქვენია, გისმენთ მაშინ. იყო შარლი მონაკოს ყველა გრან-პრიზე თუ დანიელ რიკიარდო კარიერის ბოლოს. შარლს მოგებულია კანადა, რიკიარდო მონაკო. მონაკო ერთხელ. და იმდენად ბედნიერი იყო ეგ ადამიანი მაშინ. ნახე, რიკიარდო კარიერის ბოლოს არ იყო ბედნიერი, მაგრამ ეხა ხო ბედნიერია. ალბათ. ვინზე რო შეხედო შეიძლება ეგა ვერ იფიქრო რომ ბედნიერია, მაგრამ ხანდახან ბედნიერება ხო ნარკომანს რო გავხარ მაგაშია. ანუ რიკიარდოს არ ირჩევ. არ ნახე ძალიან ერთნაირი არის რა. ანუ მუღამი ეგა რა ერთნაირი იყო. შარლს პიკი ქონდა რა მონაკო რომ მოიგო. მან იმდენად ბედნიერი იყო, შევიარეთ ერთი 5 მონაკოს წაგება გაყვება ეგ. ანუ წაგებასაც ხო გააჩნია, როგორ აგებ? შაშა რაკნა. შაშა 2025 იყო, ხო? შაშა ლანდო მოიგო. ლანდო მეორეზე იყო შარლი. პოდიუმზე ასულა. შარლი. ოკეი. პირველ ბოლას იგებ კარიერაში, კანადაში და ბოლო წრეზე ეჯახები ჩემპიონების კედელს. ოღონდ მაგის მერე ვეღარც პოდიუმზე ადიხარ კარიერაში და ვეღარც ბოლას იგებ. ან იგებ მაგ ბოლას, უბრალოდ ვერ აღნიშნავ. ანუ არანაირი საშუალება არ გაქვს რო აღნიშნო. საქართველოში რო ჩამოხვალ აეროპორტში არავინ დაგხვდება. ქრისტიანი დედების Facebook page-იც არ დადებ შენ პოსტს რომ რაღაცა მოიგე. პაატა და ლიო არ გიწევენ ბოქსებში. ერთადერთი რასაც აი მაგას დამაფიქრა უკვე. უბრალოდ მთელი მსოფლიო ნახავს, როგორ ამოდიხარ პოლიტიდან, როგორ მოდი შეკე ზაკ ბრაუნი, ხარზე ხელს გირტყავს, თმაზე აი ესე გეთათუნება ლანდოს რო უკეთებს ხოლმე.
აი ზაკ ბრაუნი აუცილებელი იყო ეხლა ამ ყველაფერში. ოღონდ ამას ყველა უყურებთ. ამას ყველა უყურებთ და აღნიშნეთ მარტო აღნიშნავ, ხო? მაინც ამას ვირჩევ, მოვიგო და მარტო აღნიშნავ ჩემ თავთან. ზაკ ბრაუნის მოფერებასაც თავზე რაღაცნაირად გადავიტან. კულულად ვებში რომ უიმაშო, რა ქვია მაგას? მაგზმნას რა ქვია? უთათუნებს თუ? ხო, შეეფერება. თუ უკლასუნებს. უთათუნებს. ხალხმა დაწერეს კომენტარებში. ანუ ძალიან გთხოვ, შორს ნუწავთ. აქვე დავასრულე. თუ ხალხო დაწერეთ კომენტარებში ზაკ ბრაუნი უთათუნებს თუ უკლასუნებს. შემდეგი. მუჰამედ ბენ სულაიმისთვის 1 წლის განმავლობაში ყველა საჯარო გამოსვლის ტექსტის დაწერა, ოღონდ მათი პოლიტიკით ისი არა როგორც შენ გინდა და როგორც შენ გაგიხარდება, თუ ზაკ ბრაუნის პირადი მძღოლობა 1 წელი ყოველდღე. აი ზაკ ბრაუნი აუცილებელი იყო ეხლა ამ ყველაფერში. ზაკ ბრაუნს რო დანიშნულების ადგილას მივიყვან. მადლობას ისე გადაბიხდის, როგორც ლანდოს და ოსკარს უხდის ხოლმე? თავზე მოგი თათუნებს, მოგი ცაცუნებს, მოგი კლასუნებს და ასე შემდეგ. ბენ სულაიმთან რამე კომუნიკაცია უნდა მქონდეს მაგისთვის? რა თქმა უნდა. მათი პოლიტიკით წერ, რა თქმა უნდა მოგიწევს კომუნიკაცია. ჩემი ინტერპრეტაცია არ შემიძლია შევიყვანო იმაში ტექსტის წერის დროს? არა, მათი პოლიტიკით. კი იცი, მათი პოლიტიკა. ბენს ვერ ვათქმევინებ, რომ გაკოცეთ ჩუბლზეო? ვერა. ნახე, ეგ ყველაფერი თუ იმას მოიცავს, რომ ზაკ ბრაუნი უნდა ვატარო მაკლარენის ტექნოლოგიურ ცენტრში რამე მაკლარენით, მე თან ახმავარ მაგაზე. თან თუ ეს საშუალებას ყოველდღე ზაკ ბრაუნი გელაპარაკება თან კომუნიკაციაში ხარ. ანუ უბრალოდ championship hotline. და მარტივად შეიძლება რომ სადღაც გადავიჩეხოთ მე და ზაკ ბრაუნი და თავი გავწირო. თეოდორე მღვდელმა რომ ისინი აპახალა. ეგ აირჩია და ყოველას მადლს მოისხო ვაფშე. ეგ. კი. ზაკ ბრაუნის მძღოლი ვარ და ზაკ ბრაუნს ვჩეხავ სადღაც. მეგობრებო, თან თქვენც დაგვიწერეთ, მაგალითად თქვენ რომელს აირჩევდით. ან თუ ვიდეო მოგეწონებათ და კიდევ გექნებათ სურვილი რომ რაღაცნაირ კოლაბორაციაში გვიხილოთ, მაგის იდეებიც დაგვიწერეთ. და კიდე ნინუცას დაუწერეთ რომ არ წავიდეს YouTube-დან და TikTok-დან. YouTube-ზე არც მოსულა ნინუცა. ნორმალურად. ეს არის ჩემი ბოლო ვიდეო YouTube-ზე, კარგად ბრძანდებოდეთ. საერთოდ მივდივარ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. შემდეგი. შაბათს წვიმიან სპაზე იღებ პოულს წამნახევრი. ან ისე რომ აი კვირას ყველას რო გადაული რა. ეგეთი მანქანა ყავს. უბრალოდ რბოლის დღეს გამახურებელ წრეზე შემთხვევით ავარიულ ცეცხლმაქრის სისტემას რთავ. მანქანა ვარდება ავარიულ რეჟიმში და ამთავრებ დაუწყებელ რბოლას. ან მონაკოს იგებ, გიხარია, აღნიშნავ, პოდიუმზე დგახარ, პრინც ალბერტს მოაქვს შენთვის თასი, გაწვდის, უცებ ხელი და გიوارდება, ფეხზე ეცება და ილეწება. პრინც. მეორე. და ეს ყველაფერი იდეალურად ჩანს ტრანსლებაზე. თელიფსოფლიო. ანუ მე ვარ პროფესიონალი რბოლელი. რა თქმა უნდა იმას რომ რბოლაში რაღაც საოცრებად დამემართოს და რბოლას გამოვეთიშო ჩემივე მიზეზით, მირჩევნია თასი გავტეხო. ნახე, მე ვიყო ლონდონში. ოღონდ ამჯერად ჩემსას ტეხავ ხო. უხერხული მომენტები თუ არ გახსოვს მონაკოს პოდიუმიდან, გაგახსენებ რომ 2023 წელს ესტებან ოკონი ავიდა პოდიუმზე. Estis on the podium baby. ეგ უნდა იყოს ის მიზეზი, რატომაც ვირჩევ რბოლიდან გამოდი. არა, ნახე, სამეფო ოჯახის წევრს ფეხზე ურტყამ ძალიან ძვირიან თასს. მეცნეს. მაგრამ სახში მაინც გამარჯვებული მივდივარ, ხო? კი და დიდი ალბათობით მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ ის მონაკო რომ მოიგე კი არა, პრინც რომ ფეხში რაღაცა გაარტყე. პრინცი რომელთან ერთადაც ვახშამის კი უდიდესი პრესტიჟი არის, შენ მიდიხარ და თან რო გივარდება ხო მოეჭველი იგინები მაგდას, ფამის დედავატირეს მაინც ხვამო. უეჭველი შევზიწყდები ხო? კი. მაგრად დავლევ, მაინც მეორე. წავალ და სადმე იახტაზე დავლევ მაგრად. ერთი თვე გქონდეს უფლება ულიმიტოდ შეცვალო ფიას ყველა გადაწყვეტილება, თუ 1 წელი იყო ნებისმიერი ფორმულა 1-ის გუნდის თიმ პრინციპალი. ნახე რა კარგი კითხვა. 1 წელი? ხო. არ გამაგდებენ? რაღაც დებილობა რო ქნა გუნდიდან არ გამაგდებენ? ნუ აი, არა. ნახე, ანუ პირველზეც იგივე კითხვა უნდა გაგიჩნდეს, მაშინ რაღაც დებილობა წესი რომ მიიღო. არა, ნახე, დებილობა წესი რომ მივიღო, საიდან უნდა გამაგდონ? ფიას მესვეული ვარ? მუჰამედ ბენ სულეიმი ვარ? ხო. ფიას მის რო ვიყო? დირექტორი. მაგინებს მთელი მსოფლიო და რომელიმე გუნდის თიმ პრინციპალი რო ვიყო, მაგინებენ მარტო იმ გუნდის გულშემატკივრები. თან
ლოგიკურად ეხა სხვა გუნდს ხო არ ავირჩე, უნდა ავირჩე ჩემი გუნდი ეხა და ვილიამსის team პრინციპალი ხო არ ვიქნები. ანუ ნახე, კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს, რაც შემოწეთ მე სხვანაირად წარმოვიდგინე. ჩვენთვის გამოცდილებისთვის რომელი უფრო მაგარი იქნება რა? ანუ ისეთი წესები რო შეცვალო, რაც არ მოგწონს და რაღაცები შენ ჭკუა. ერთი წელი არ მეყოფა მაგისთვის. მანდიდან დავიწყოთ. არა, მაგისთვის ერთი თვე გაქვს და ერთი წელი გაქვს team პრინციპალისთვის. team პრინციპალი ვლაპარაკობთ მაშინ. მეთქი ისიც ერთი წელი მაქვს თქო. team პრინციპალი? ხო რა. თან თუ არ გამაგდებენ ეხა ერთი არა და ჰორდერ უდიდესი პატერის ცემა მაგარი კაცია, მაგრამ როგორც team პრინციპალი. როგორც team პრინციპალი. ხვალდილით რო გაიღვიძო და რეკვესტებში რო დაგვხდეს, საერთოდ არ გესიამოვნება. მე ექსკრინი რო გამოვდო სადმე ის გოგო ჩაფარცხეს ეხა და იცი ვინ იყო ეგ გოგო? ვიც ეგეინდადო? არ იცი, არც მე არავინ არ იცის. ჰაიპს ვერ აწევ მაგით. შემდეგი. ფერაირი დებილურ შეცდომას აღარ დაუშვებს, წვიმაში სლიკები და უაზრო პიტები. მაგრამ ეგ მაიც არა ამას ისიც მოყვება უარყოფითი მომენტიცაა. მაგრამ ოკეი. ამას რაღაცა მოყვება და მე ან ეს უნდა ირჩიო ან სხვა რაღაცა. მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება გაქვს ცხოვრებაში მისაღები, აი ესეთი ნერვებს რო გიშლის ყველა სულიერი, ხო იცი სანამ ფიქრობ. მაგ დროს ყურში ლუპზე გესმის რიკარდო ადამის ინტონაციით we are checking, we will come back to you. ან მეორე ვარიანტი შეგიძლია. მაქსი იგებს 2025-ის ჩემპიონატს. უბრალოდ რამეს რო აკეთებ, ყურში გესმის Will Buxton-ის მჭერმეტყველი ფრაზები. აი, მაგალითად, დილით იკეთებ ყავას, სამყარო გეზიზღება, შაქარს იყრი და უცებ ყურში გესმის, თუ ყავას არ მოურევ, შაქარი არ გაიხსნება. ანუ ძალიან მარტივად მივიღე ახლა გადაწყვეტილება, ზოგადად ჩემი ცხოვრებიდან განსხვავებით, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს კი იცი, რამდენი ხანი ვფიქრობ ხოლმე ერთ კონკრეტულ თუნდაც მარტივ გადაწყვეტილებაზე, აქედან გამომდინარე, ყურში რომ მესმოდეს მთელი ეგ პერიოდი we are checking, ან რამე მსგავსი, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. ამიტომ მირჩებნია ვინმე შემახსენოს, რომ თუ არ მოვურიე ყავას, შაქარი არ გაიხსნება და მაქსის 2025-ის ჩემპიონობა ვნახო. მაგას ეგეც მოყვება, სულ დამავიწყდა. так, გამომდინარე, ლანდოც აღარ გახდებოდა ჩემპიონი, ამიტომ თანახმოვარ მეორე ნაწილზე. შენ რა ლანდონორის ჰეიტერი ხარ? არა, ნახე, ჰეიტერი არ ვარ ლანდოსი, მაგრამ მაქსის ჩემპიონობა მირჩევნია, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მაქვს გულშემატკივრობდი შარშან და კი ვიტირე, რომ მაქსმა ვერ მოიგო მერე. რატომ მეკითხებით? ანუ თან ხო ვიცოდი რომ უეჭველი, ანუ აი რაღაცა 1%-იც არ მქონდა იმის იმედი რომ მაქსი მოიგებდა, მაგრამ აი 1%-იც ის იყო რომ ნუ მაქსია რა და ყველაფერი ხდება ფორმულა 1. რაც გააკეთა იმ სეზონში, ჩემი აზრით 1%-ზე მეტი უნდა მივიდეს. და შენშია პრობლემა. სეზონი რო გახსენდება. აი რავი. სეზონის შუაში, ბოლო მესამედამდე მაგას იფიქრებდი? არა. არა, ვერა სამწუხაროდ. მაგრამ წელს რას ნუ ხო რა. რომელ ადგილზეა გამახსენე? ერთ მაკლარენს უსწრებს მე მგონი, არა, მესამეზე რო იყოს რაღა უჭირს. ხო, ქვემოთ ამ. მე მგონი ოსკარს უსწრებს ან ლანდოს. ამას რო ჩავწერთ, მე დავლიოთ რამე ძლიერი. რამე ლუდი ძლიერი. რომელ ლუდიც სამედიცინო ის სპირტები რო არის გახსნილი და 9% ალკოჰოლი რო აწერია. თუ დაგვასპონსორებს ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის კომპანია, უარს არ ვიტყვით. დავლევთ ხოლმე. კი. და მაგის გამო ცალკე გადაცემას დავიწყებთ. სადაც დავლევთ. აუ ისე მართლა. შეგვიძლია ვიჩხუბოთ ხოლმე. ნახე, რო დავლევთ. ნახე ეხა მე და შენ რო დავლიოთ გადაცემაში და რო ვიჩხუბოთ. და ყველა ჯოხი გადაწყდება ჩემზე, იმიტომ რომ ხალხი დაიწყებს რომ ეს არის პათოლოგი და კაცები სვავენ და ქალთა უფლებების დამცველები გადამივლიან. შენ მე მთვრალი არ გინახი ვარ ხო? არა, ნახე. თუ ხალხის დასანახად გითხულობ, არა, არ მინახი ხარ მთვრალი. ჯობია რომ მთვრალი ვიყო, იმიტომ რომ ძალიან კაი სიმთვრალე მაქვს. მშიერი, მაშინ მე და შენ რო ერთმანეთს კონკურენცია გავუწიოთ და ვიჩხუბოთ, უნდა ვიყო მშიერი და დაღლილი. შევაგროვოთ და რამე ცოტა ისეთი დავლიოთ, თუ შეიძლება. ვერ არის წრებლები. ნინუც არას აკეთებ? ლეგო დამეშალა და ვეღარ ვაწყობ, დავიტანჯე და ვერავინ ვერ მიკეთებს. შენ რა, ჩემი აწყობილი ლეგო არ გინახავს? აწყე. მე არ ამიწყია. ქარუდან ავტოასისტენტი გამოვიძახე, რომელსაც შეძლო და ეს ურთულესი დავალება უმარტივესად შემისრულა. მოიცა, რეალურ მანქანებსაც აკეთებენ? სადაც Visa Cash App Racing Bulls-ის ბოლიდია აწყეს, შენს Nissan Tidas რატო ვერ აწყობენ? ნომერი მომენტს ერთი დაბრეკავ რა. ან საიტი ხო არ აქვთ? არ ვიცი, ალბათ Karuji, ეს ხომ უმარტივესია. Karu წერტილი G. აკეთმაც, ცოტა აკეთმაც.
ცოტა უკაგაციე და აქეთ მოც უკაგაციე. ეს ხომ სასწაულია. მეოთხე. ლანდო ნორისის სოციალური მედიის მართვა 1 წელი, მესიჯები, კომენტარები, ყველა მიმოწერას კითხულობ. თუ იყო ფელიპე მასა 2008 წელს. ლანდო ნორისის სოცმედიობას აქ ერთი ძალიან დიდი მინუსი. ლანდო ნორისის ფანებს უნდა უპასუხო. რატო ლანდო პასუხობს შენი აზრით? მესიჯები ხო მიდის. ანუ ნახე, სამგეროდ გოგოებთან მიწერილებს ნახულობ. მაგით ვფიქრობ მინდა თუ არა. ეგ მკაჩავს იმისკენ რომ არ მინდა. მაგრამ იქით მასა 2008 წელს. ერთი ქულით წააგო ჩემპიონატი. აი უბრალოდ ის 38 წამი გაიხსენე. დიდი ალბათობით ფელიპე მასას ეგ აქ გადატანილი უკვე. რა, გადატანილი დღემდე სამართლოში დარბის. ეგ სასამართლოში იმიტომ დადის რომ ჩემპიონობის ფული აიღოს, თორე თას სახში ეკრება თუ არა. დარწმუნებული ვარ იგივე სიტუაციაში რომ იყო ვერასდროს მე ვერასდროს ვერ დავივიწყებდი მაგალითად. პური დამიობდა გუში და ის გადავაგდი და ის მემახსოვრება მთელი ცხოვრება და მე და შენ პური შენახვა უნდა ვისწავლოთ მგონი. კომპანიები რომლებიც კარგ საპურეებს აკეთებენ, რომ შეგვეხმიანოთ თუ შეიძლება. ლანდო ნორისის სოცმედიის მართვაში თუ მოიაზრება ის რომ ლანდოს აკაუნტით ვიღაცა გოგოებს პიკაპ ლაინები უნდა მიუწერო. შემთხვევით 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხო არ ხარ? შენ არ წერ არავის, უბრალოდ ლანდოს მიწერილებსაც, გოგოებთან მიწერილებსაც, ანუ მაგულის რო წერს დავუშვათ რაღაცას რო ჯიგარი ხარ რომ პიკაპ ლაინი გამიფუჭე. მადლობა. შენი გული შემთხვევით 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხო არა? რატომ? მე მგონი რომ უკვე მოვიგე. პოტენციალი გაქვს. ლანდო ნორისის სოცმედიობის. ალბათ ლანდო ნორის. იმიტომ რომ მართლა ვერ გადავიტანდი იმას რომ ერთი ქულით წამეგო ჩემპიონატი და მე ცხოვრება გამეგზელებინა და მე ორი კოღო მყავს. იშინაურებ? არა, წერან დავდები 9 საათი და დავნებდი. კი ბატონო. ალბათ ლანდო ნორისი, იმიტომ რომ იმას ვერ გადავიტანდი რომ ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა წამეგო, მანამდე მიხეილ შუმახერის შნირი ყოფილიყავი და მე პრუჟინა მომხვედროდა თავში. ხო. ასე რომ მირჩევნია უბრალოდ ქერა დიძუძუებიან გოგოებს მესიჯო ხოლმე. აუ, მაშინ მეც მინდა. კარგი, შენც მოდი და ერთად მესიჯო. მაგული ძალიან ლამაზი გოგოა სხვათა შორის. კი, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს, რომ ცოტა ბოზანდარა არის. ხო, კი. ჩემი ბოლო. ნებისმიერი რბოლის სცენარის შესვლა შეგიძლია 3 სეზონში. 24 რბოლიდან 3 შეგიძლია ნებისმიერი სცენარის შეცვალა ისე როგორც გაგიხარდება. უბრალოდ ყველა შეცვლაზე, ამ შეცვლიდან შემდეგ რბოლამდე, სხვებისთვის უჩინარი კრისტიან ჰორნერი დაგყვება ყველგან. ოღონდ იმ სახით WhatsApp-ზე სკრინები რო გაუბაზრდა, რო სელფავდა. აი კრისტიან ჰორნერი დაგყვება ყველგან, სხვები ვერ ხედავენ. არაფერს არ გიშავებს, არ გელაპარაკება, არ გეხება. უბრალოდ სადაც მიდიხარ, ყველგან თან დაგყვება. სამსახურში წახვალ წინ ჩამოგიჭრება. არ წერს. პროსტა სახეს ხედავ. მოწერა რა თუნდა წინ გიზის. უბრალოდ სხვები ვერ ხედავენ. არ გეხება, არ გელაპარაკება, ეს საყვალა დაგყვება რა. ან ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას. არ გაქვს რბოლების შესვლის ფუნქცია. არაფერი არ გასვლება ცხოვრებაში, უბრალოდ უცხო ადამიანს როცა შეხვდები და პირველად უნდა გქონდეს კომუნიკაცია, შენი თავი უნდა წარუდგინო. არსაიდან ჩდება საქართველოს სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე, მორბის, შენ მაგივრად აცნობ შენ თავს, რაც შენ შემთხვევაში არასდროს არ მოუხდარა და სრულიად უცხო იქნება. კი, საკმაოდ ორივეს ჩარჩოს ეს გეტყვით რომ ვისოლი შემოგვიერთდა ნასკარში. მეორე, სანდრო ლომაძე აცნობს ჩემს თავს უცხო ადამიანს. ანუ ჰორნერია. რომელიც არ ნახე, 3 რბოლის შესვლის უფლება გაქვს. არა, მაგრამ მე ხო ხედავ. არ გეხება, არ არსებობს. ხედავ. არ შეხედო. ან თუ სულ წინ მყავს და სადაც მივდივარ, ყველგან არის როგორ არ შევხედო. იმ სახით რაღაც, რა ვიცი, ჩასელფილი. რა არის ცუდი მეორე ნაწილში ვერ ხვდები. ჩემს მაგივრად აცნობს აი ეს ნინუცაა, კონტენტ კრეატორი. თან ერთის გამოცდილება გაქვს უკვე. მე არ ვიცი შენ შეიძლება ვიღაც ავადმყოფი ხალხი ისედაც დაგვყვებოდა ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოდის და ადექჩებოდა იქ გეუფლება, მაგრამ არ რატომ მეკითხები? გავსი ფაქტი არ ყოფილა გუშინ წინ. ესე იგი ბატონ სანდროს ვირჩევ. დიახ. მოგითხვა აქენა. აუ ეს კოჰოპერ. ესაა მგონი ჰორნერი. კი, რომელი რბოლის შეცვალე? მიმდინარეობა. უნგრეთში მაქს არ უნდა გადაესწრო რეალურად ლუისისთვის და შენც გადაასწრებინე იმ დაიბომბით. აუ, სახლში მარტო ვარ და ეხა მართლა რომ გამომეცხადო სადმე. ой, სხვათა შორის დუალიპას ქმრის ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში. რომლის რევიუსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩემი Letterboxd-ის გამომწერება მერწმუნეთ. ой, რევიუებს წერ. აღწერაში იქნება ჩემი Letterboxd-ის ლინკი და შეგიძლიათ
follow და მეგობროთ. ჩემი ეს ვიდეო გადაიქცევა პოდკასტად ცოტა ხანში. რომელ პოდკასტად იცი? ოქტოპუსი რო ორშაბათობას აკეთებს და სპორტის გარდა რო ყველაფერზე ლაპარაკობ. აი ვინმე თუ ამ დრომდე უყურეთ ამას დავჭრი და დიდი ალბათობით 15 წუთიანი იქნება. ხალხი ვერ ნახავს ჩვენ აყლიოზე. არია, მაგრამ მაინც 15 წუთიანსაც თუ ბოლომდე უყურეს, კომენტარებში დამიწერეთ სიტყვა შემწვარი ქათამი. შემწვარი ქათამი. შემწვარი ქათამი. და მივხვდები რომ ბოლომდე გვიყურეთ. და ბოლო კითხვა. და მივხვდებით რომ მოგწონთ ესეთი ვიდეოები და აღარასდროს აღარ გავაკეთეთ. ერთი გრან-პრის განმავლობაში გქონდეს პიტულზე მიკროფონი და ყველაფერი რასაც იტყვით ლაივის დროს პირდაპირ ეთერში გავიდეს, ოღონდ წინასწარ არ იცი რომ ეს მიკროფონი გქონდა. გამარჯობა. თუ შენი ყველა მესიჯი, რაც ავტოსპორტზე ან მასთან დაკავშირებულ ან მისით დაინტერესებულ ადამიანებზე მიგიწერია ოდესმე ეგენი გამოქვეყნდეს. იცი რა არის? პიტულზე რომ მიკროფონი მქონდეს, დიდი ალბათობით მარტო აღშფოთებები, გაოცებები და მსგავსი ბგერები ამოვა ჩემი პირიდან. არა მგონია ისეთი რამე ვთქვა ეხლა რომ ხალხში არის მოდეს. მაგრამ რაც შეეხება ჩემს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ხალხზე, რომელიც ავტოსპორტს უყურებს და ზოგადად ავტოსპორტზე, ჩემი აზრით, კაკ მინიმუმ გამოიწვევს ჩემს უქმად ყოფნას 3-დან 5 წლამდე, ან გააჩნია როგორ გადამივადებენ ამ ყველაფერს. და შეიძლება ჩემს. აი ეგ არც მე მაწყობს პრინციპში. იმიტომ რომ ის მესიჯები რაღაც რაოდენობა გარკვეული უმეტესობა. აი პირველი, მაქსიმუმ შეიგინო მართლა და ოკეი. იცი რა არის? მაგას ხალხი ისედაც ნახავს ორ თვეში. ასე რომ რასაც ნახავენ მოდის? საიდუმლოდ დავტოვოთ? არ ვეუბნებით ხალხს რას ნახავენ ოქტომბერში. სულ ეს იყო მეგობრებო. თუ მართლა ვინმე ბოლომდე გვიყურეთ, თქვენი აზრი დაგვიწერეთ კომენტარებში, რა შეცვლიდით? თუ აღარც ჩავწეროთ საერთოდ და საერთოდ წავიდეთ ყველა პლატფორმიდან, ეგეც გითხარით, მაგრამ რა ვიცი ახლა თუ არ გინდათ რომ ვიტიროთ აგერ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა მაგას მაინც უნდა გვიწერთ. თქვენთვის დაიტოვეთ. და გაკოცეთ შუბლზე. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.